ბრიუსელის ახალი თავისუფლებელი. იაპონიისა და ევროკავშირის სამხედრო ალიანსი. სკანდალი პენტაგონში. წყლის ნაცვლად ნავთობი. როგორ იქცა უდაბნო სიმდიდრის უშრეთ წყაროდ. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ უხაძე ვარ. გამარჯობა. ბულგარეთში რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც მთელი დასავლეთი ყურადღებით ადევნებდა თვალს. პროგნოზით ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის რუმენ რადევის კოალიცია გაიმარჯვებდა, რომელიც რუსული ორიენტაციის ძალადაა ცნობილი. ბევრს აინტერესებდა მართლა მოვიდოდა თუ არა კრემლთან დაახლოებული პოლიტიკური ძალა ბულგარეთის მართვის სათავეში. ბოლოს და ბოლოს რადევის კოალიციამ ხმების 45%-ით 240-დან 130-მდე ადგილი მიიღო პარლამენტში. ლიბერალებმა, ანუ ქვეყნის ყოფილი პრემიერის ბოიკო ბორისოვის პარტია გერბმა ხმების მხოლოდ 13% დააგროვა და დამარცხდა. რადევის გამარჯვებით ბრიუსელს ახალი თავისუფლებელი გაუჩნდა. საკითხი ახლა ასე დგას. იქნება თუ არა რადევი მეორე ორბანი. რუმენ რადევი ბულგარეთის მძიმეწონიანი პოლიტიკოსია. ის ბულგარეთის არმიის გენერალი, პროფესიონალი მფრინავი და სამხედრო ავიაციის დოქტორია. დამთავრებული აქვს ამერიკული საჰაერო სამხედრო კოლეჯი და ფლობს სტრატეგიული კვლევების მაგისტრის ხარისხს. რადევმა ბულგარეთის არმიის ყველა საფეხური გაიარა და ქვეყნის სამხედრო ავიაციის უფროსი გახდა. 2016 წლიდან დღემდე რუმენ რადევი აქტიურად მონაწილეობს ბულგარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2017-დან 2026 წლის იანვრამდე, ანუ 2 ვადით, ის ქვეყნის პრეზიდენტი იყო. მისი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რადევი პრო-რუსულ პოლიტიკოსადაა მიჩნეული. ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და მწვავედ გააკრიტიკა 2026 წლის მარტში ბულგარეთსა და უკრაინას შორის დადებული 10 წლიანი თავდაცვითი შეთანხმება. პოლიტიკურ წრეებში დიდი აღშფოთება გამოიწვია მის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად მოხსენიებამ. საარჩევნო კამპანიის დროს კი განაცხადა, რომ ბულგარეთმა მოსკოვთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოსო. მიუხედავად ამისა, რუმენ რადევი ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად მოიაზრება, რომელმაც თავისი მკაფიო რიტორიკის წყალობით უამრავი ამომრჩევლის მობილიზება შეძლო, რადგან ხალხი მას კორუფციისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკოსად თვლის. რადევის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი ქვეყნის მმართველმა ძალამ. ბულგარეთში 5 წელზე მეტია, რაც პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. ამ ხნის განმავლობაში 8-ჯერ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, რადგან უმრავლესობით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოდიოდა. კოალიციები კი მალევე იშლებოდა. შესაბამისად, ბულგარეთის მოსახლეობაში დაბალია ნდობა ქართულ მოძრაობად, რომლის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვისა და მისი პოლიტიკური პარტნიორის დელიან პეევსკის გადადგომასა და პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. შედეგად, ბულგარეთის მთავრობა გადადგა და პრეზიდენტს დროებითი ტექნიკური კაბინეტის შექმნა მოუხდა. ბოლოს და ბოლოს რუმენ რადევი და მისი პოლიტიკური ძალა გახდა ამ კრიზისის ბენეფიციარი. ევროპული მასმედიის აზრისგან განსხვავებით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რადევი ბრიუსელისთვის არ გახდება მეორე ორბანი. მისი პოლიტიკური პროგრამიდან გამომდინარე, ის ორბანს კი არა, უნგრეთის მომავალ მმართველს უფრო გავს. ის როგორც მადიარი, პრაგმატული პოლიტიკით გამოირჩევა. რადევს რუსეთთან თანამშრომლობა მხოლოდ ენერგეტიკის დარგში სურს. ის როგორც ევროპის ულტრა მემარჯვენეები თვლის, რომ სანქციებმა არა მხოლოდ რუსეთი,
ევროპა ძალიან დააზიანა. მეორე მხრივ ბულგარეთს უნგრეთთან შედარებით ბრიუსელზე ნაკლები ზეწოლის ინსტრუმენტი აქვს. ბულგარეთი ევროზონის წევრია, ამიტომ ეკონომიკურად დიდადაა დამოკიდებული ბრიუსელზე და ევროპის მსხვილ ქვეყნებზე. კი, რადევი მეორე ორბანი არა, მაგრამ არც ბრიუსელის მხურვალე მხარდამჭერი იქნება. სავარაუდოა, რომ ის ბრიუსელის გადაწყვეტილებებს გაუთავებელი ვეტოებით არ დაბლოკავს, მაგრამ ბევრ რამეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მსოფლიოს გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ იაპონიას გამალებული შეიარაღებისკენ უბიძგა. ქვეყნის მთავრობასა და მის ახლანდელ მეთაურს ქალბატონ ტაკაიჩის იაპონიის ძლიერ სამხედრო ძალად ქცევა სურთ, რაშიც წინათ მათ ხელს იაპონიის პაციფისტური კონსტიტუცია უშლიდა. მნიშვნელოვანი ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში 2014 წელს პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს მმართველობის დროს მოხდა, როცა პარლამენტმა კონსტიტუციის მე-9 მუხლი ახლებურად განმარტა კოლექტიური თავდაცვის სასარგებლოდ. მომდევნო წელს პარლამენტმა უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც იაპონიას ძალის გამოყენების უფლებას აძლევს, თუ მის მეგობარ ქვეყანას მტრული ძალა შეუტევს. ამჯერად კი იაპონიამ მოიერიშე სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე მორატორიუმი გააუქმა. იარაღის ექსპორტის წესების ასეთმა შემსუბუქებამ მსოფლიო მასშტაბის ინტერესი გამოიწვია. იაპონური სამხედრო ტექნიკა ხომ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. გადაწყვეტილება ასეთია. იაპონია მოკავშირეებს იარაღის ექსპორტის გზით დაეხმაროს და გააძლიეროს მათი სამხედრო პოტენციალი. იაპონიისა და ავსტრალიის მთავრობებმა ამ საკითხზე უკვე გააფორმა ხელშეკრულება. დოკუმენტის მიხედვით იაპონია ააშენებს და ავსტრალიას მიაწვდის მოგამის კლასის 11 სამხედრო ფრეგატს, რომელიც სტელსის ტექნოლოგიას იყენებს, რაც მათ რადარებისთვის პრაქტიკულად უხილავს ხდის. ამ კლასის ფრეგატი სხვებთან შედარებით უფრო მინიატურულია, მაგრამ მომაკვდინებელი ძალა აქვს. ფრეგატს მხოლოდ 90 კაციანი ეკიპაჟი ემსახურება. საბრძოლო მოქმედების დროს ეკიპაჟი შეიძლება 60 კაცამდე შემცირდეს. დარჩენილ ოპერაციებს ავტომატიზაცია უზრუნველყოფს. ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალები იაპონელების მსგავსად ადამიანური რესურსების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. ამიტომ ეს ფაქტორი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიარაღების გარდა იაპონია დღითი დღე აძლიერებს მოკავშირეებთან სამხედრო თანამშრომლობას. მაგალითად, იაპონიას ოფიციალური ვიზიტით ნატოს წარმომადგენელთა დიდი დელეგაცია ეწვია, რომელიც 30 ქვეყნით იყო წარმოდგენილი. ასეთი დელეგაციის ვიზიტი პირველად მოხდა იაპონიის ისტორიაში. სამდღიანი ვიზიტის დროს დიპლომატები იაპონიის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ, რათა ის სფეროები განეხილათ, სადაც ორივე მხარე თავდაცვის ინდუსტრიაში მოწინავე ტექნოლოგიებსა და ახალ საფრთხეებზე ერთობლივ რეაგირებაში სტრატეგიულ სარგებელს მიიღებს. შეხვედრებზე პირდაპირ ითქვა, რადგან ევროპა თავდაცვაში ინვესტიციებს აჩქარებს და იაპონია განაგრძობს უპრეცედენტო სამხედრო გაძლიერებას, ეს პარტნიორობა შესაძლოა მოკავშირეთა სამხედრო ძალის გაძლიერების სტიმულატორი გახდეს. ოფიციალურმა პირებმა შეხვედრაზე კიბერსივრცე, კოსმოსი და ინოვაციები გამოკვეთეს, როგორც გაძლიერების ძირითადი სფეროები. ითქვა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, მომავლის ომიაო. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ მოწინავე, მაგრამ ეკონომიკურ ტექნოლოგიებს და ვაღიარებთ, რომ ბრძოლის ველზე დრონებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ გაკვეთილებისგან, ითქვა შეხვედრაზე. ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში იაპონიისა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლების პირველი თათბირი გაიმართა,
რომლის მიზანი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება და თავდაცვის სფეროს მიწოდების ჯაჭვის გაძლიერება იყო. იაპონია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის დიალოგში მონაწილეობა 50-მა კომპანიამ მიიღო. შეხვედრაზე იაპონიის აერონავტიკის კომპანიების ასოციაციამ, ევროპის აერონავტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრი ტოშირო ინო და ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი კონკრეტულ ბიზნეს შესაძლებლობებს და იაპონიასა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას გამოიწვევს, განაცხადა ბატონმა ინომ. ამ მოვლენებზე მწვავე რეაქცია ჰქონდა ჩინეთს. პეკინმა ეს იმის დასტურად მიიჩნია, რომ ნატოს, რომლის ვალდებულებებიც ევროპითა და ატლანტის ოკეანით შემოიფარგლება, ახლა აზიაში სურს ფესვების გადგმა. მთავარი მიზანი კი ჩინეთის შეკავებაა. ხელოვნურმა ინტელექტმა ღრმად შეაღწია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. მას თითქმის ყველა სფეროში იყენებენ, თუმცა საზოგადოება მისგან მომდინარე საფრთხეებზე სალაპარაკდა. უპირველეს ყოვლისა ეს ეთიკურ მხარეს ეხება. საქმე იმაშია, რომ ხელოვნური ინტელექტი ხშირად ამოცანას ეთიკის გათვალისწინების გარეშე ხსნის. ამიტომ მისი გაკონტროლება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხია სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. აქაც არაერთი ეთიკური ასპექტია გასათვალისწინებელი. მაგალითად, ხომ არ გახდება ხელოვნური ინტელექტი უკონტროლო იარაღი. სწორედ ამ საჩოთირო შეკითხვამ გამოიწვია ფართო დისკუსია ამერიკაში, რასაც ბიძგი ერთმა დავამ მისცა. პენტაგონმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე ამერიკულ კომპანია ანთროპიქს საჯარო ტენდერებში მონაწილეობა შეუზღუდა და ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა. ანთროპიკი ხელოვნური ინტელექტის სფეროს გიგანტის OpenAI-ის ყოფილმა მკვლევარებმა დარიო და დანიელა ამოდეებმა პარტნიორებთან ერთად 2021 წელს დააფუძნეს. კომპანიამ სახელი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში უსაფრთხოების კომპონენტის მნიშვნელოვანი გათვალისწინებით გაითქვა. 2025 წლიდან პენტაგონი ფართოდ იყენებს ამ კომპანიის ხელოვნური ინტელექტის პროგრამას Claude. როგორც პენტაგონმა აღიარა, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს მადუროს დაკავებასა და ირანთან კონფლიქტში. ანთროპიკის ხელმძღვანელობა ამით სულაც არ იყო ბედნიერი, რადგან კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ეთიკური წესების დაცვას. პირველ რიგში კომპანია კრძალავს მისი პროგრამის გამოყენებას ქვეყნის შიდა ტერორიზმის განხორციელებაში, ავტონომიური იარაღის განლაგებაში, მასობრივ თვალთვალსა და რობოტი იარაღის შექმნაში. პენტაგონი უკმაყოფილოა ასეთი შეზღუდვების გამო, რომლის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეტი ჯერ 200 მილიონიანი კონტრაქტის შეჩერებით დაემუქრა კომპანიას, შემდეგ კი შავსიაში შეიყვანა. საპასუხოდ კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დავამ შერეული შედეგები გამოიღო. ერთმა სასამართლომ მთავრობის ანთროპიკის შავსიაში შეტანის მცდელობა დაბლოკა, ხოლო ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პროცესის დასრულებამდე პენტაგონის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თავად ამერიკული საზოგადოება და დარგის ექსპერტები დავაში კომპანიის მხარეს არიან. მათი აზრით, ქვეყნისთვის, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მსოფლიო ლიდერობისკენ ისწრაფვის, ეთიკური საკითხების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში სახელმწიფომ პატევი უნდა სცეს კერძო კომპანიას და მასზე ზეწოლა არ მოახდინოს.
ექსპერტთა აზრით, კომპანიის შავსიაში შეყვანა გადამეტებული ზომაა. მანამდე ამერიკის მთავრობას შავსიაში მხოლოდ სხვა ქვეყნის კომპანიები შეჰყავდა. ამერიკის მასმედიის აზრით, პენტაგონის შეფმა თავის ბოსს ტრამპს მიბაძა და ამ კომპანიაზე გადაჭარბებული ზეწოლა განახორციელა, რისთვისაც ჰექსეტი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. როგორც ჩანს, მას უკან დახევა მოუწევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ პენტაგონს ძალიან სჭირდება ამ კომპანიის პროგრამები. მით უმეტეს, რომ ანთროპიკმა ახალი პროგრამა სახელად მითოსი შექმნა, რომლითაც ამერიკის მთავრობა ძალიან დაინტერესდა. მითოსის ციფრული მოწყობილობებისა და პროგრამების ჰაკერული თავდასხმებისგან დაცვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მოდელის სატესტო ვერსიაზე წვდომა ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ტექნოლოგიურმა კომპანიამ მიიღო, თუმცა მითოსის გამოყენების მიმართ ევროპაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ევროპელი ექსპერტები შიშობენ, თუ თავად მითოსს არ დაუწესდა უსაფრთხოების მკაცრი შეზღუდვები, მან შესაძლოა ისეთი მონაცემები მიიღოს და დაამუშავოს, რომლის მესამე მხარის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების რისკები გააჩინოს. ამ რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში პრესის დაუსწრებლად შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კომპანია ანთროპიკის ხელმძღვანელი დარიო ამოდეი, ტრამპის აპარატის შეფი სიუზი უაილსი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და თეთრი სახლის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი შინ კერნკროსი მონაწილეობდნენ. როგორც მედიამ შეიტყო, ამ შეხვედრაზე საუბარი იყო პენტაგონსა და კომპანიას შორის დავაზე და პროგრამა მითოსის გამოყენებაზე. რა შედეგი დამთავრდა ეს შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია. განახლებადი ენერგიის განვითარების მიუხედავად, ნავთობის წარმოება და მასზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში დღეს წლიურად დაახლოებით 6 ტრილიონამდე ლიტრი შავი ოქრო მოიპოვება, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 7,000 litrს შეადგენს. ნავთობის წარმოების 30% ახლო აღმოსავლეთზე მოდის, ამიტომ მსოფლიოს ეკონომიკისთვის ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. სპარსეთის ყურის ქვეყნების დღევანდელი საარაკო სიმდიდრე სწორედ ენერგორესურსების ექსპორტის სიუხვით აიხსნება, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. მეორე მსოფლიო ომამდე არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები უღარიბეს ერთა სიაში შედიოდა. ამ ქვეყნების ტერიტორიის 90% უდაბნოა. საუკუნეების მანძილზე აქაურები საქარავნო გადაზიდვებით ირჩენდნენ თავს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონზე ბრიტანეთის გავლენამ იმძლავრა. ზოგი არაბული ქვეყანა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ ცხოვრობდა. ზოგი დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ბრიტანეთის გავლენა მაინც იგრძნობოდა. ამ რეგიონის უმსხვილესი და გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საუდის არაბეთი გახლდათ, რომელიც თავის დროზე მეფე აბდულ აზიზ იბნ საუდმა დააარსა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მან არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული დამოუკიდებელი რეგიონები ჰიჯაზი, ნეჯდი, ელ-ჰასა და ასირი გააერთიანა და 1922 წელს გაერთიანებულ სამეფოს თავისი გვარის პატივსაცემად საუდის არაბეთის სამეფო უწოდა. ეს ახალი არაბული სახელმწიფო, როგორც ამ რეგიონის სხვა ქვეყნები, არაუბრალოდ ღარიბი იყო, სასმელი წყლის მწვავე დეფიციტსაც განიცდიდა. სწორედ წყლის მოძიების სურვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ქვეყნის შემდგომ განვითარებაში. მაშინ საუდის არაბეთის მეფეს ინგლისელი მეგობარი და მრჩეველი ჰყავდა, სახელად ჯეკ ფილბი, არაბისტი და დიპლომატი. სხვათა შორის ცნობილი ინგლისელი მზვერავი კიმ ფილბი, მისი შვილი გახლდათ, რომელიც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ მუშაობდა. ჯეკ ფილბი ძალიან დაუახლოვდა საუდის მეფეს, მაჰმადიანობას მიიღო და მთელი ცხოვრება მეფის სამსახურში გაატარა. მან წყლის პრობლემის საკითხის
გადაჭრას მოჰკიდა ხელი, რაც თავის ამერიკელ მეგობარს ჩარლზ კრეინს გაანდო. კრეინი მდიდარი ბიზნესმენი იყო, რომლის კომპანიას მთელს ამერიკაში გაჰყავდა წყალი. კრეინი ასევე ისტორიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით იყო დაინტერესებული. თუმცა მისი მთავარი გატაცება არაბმცოდნეობა იყო. ამიტომ გადაწყვიტა ფილმისა და საუდის არაბეთს დახმარებოდა. 1931 წლის დასაწყისში კრეინი საუდის მეფეს ეახლა. მასთან ცნობილი ამერიკელი მბურღავი და გეოლოგი კარლ ტვიჩელი ახლდა. მეფემ დიდი ზარზეიმით მიიღო სტუმრები. ტვიჩელი თავის გუნდთან ერთად წყლის ძებნას შეუდგა. 1 წლის განმავლობაში 3000-მდე კილომეტრი გაიარა, მაგრამ უდაბნოში წყალი ვერ იპოვა და ამ სამწუხარო ამბით მივიდა მეფესთან. სამაგიეროდ დანაღლიანებული მეფე სხვა ამბით გაახარა. მისი ვარაუდით, აქ ნავთობის დიდი საბადოები უნდა ყოფილიყო. ტვიშელის ნათქვამმა ფილბისა და იბნ საუდს მოქმედებისკენ უბიძგა, მაგრამ ნავთობის მოსანახად და მოსაპოვებლად უცხოელი ინვესტორების მოძიება გახდა საჭირო. რადგან მეფე ინგლისელებს არ ენდობოდა, მან არჩევანი ამერიკელებზე შეაჩერა. ინვესტორის მოძებნა კი ტვიჩელს დაევალა, რომელმაც არ დააყოვნა და დავალება პირნათლად შეასრულა. ეს იყო იმ დროს ამერიკაში ცნობილი ნავთობ კომპანია SoCal, Standard Oil of California, რომელიც დღესაც უმსხვილესია მსოფლიოში. ოღონდ რებრენდინგის შემდეგ Chevron-ი ეწოდა. SoCal-ი ტვიჩელთან ერთად მალე შეუდგა მინერალური ნავთობის ძებნას, რისთვისაც SoCal-მა და საუდის მეფემ კომპანია CASOC, California Arabian Standard Oil Company დააარსეს. თავდაპირველად გეოლოგებს სატრანსპორტო საშუალებები არ გააჩნდათ და ტექნიკა უდაბნოში აკლემებით გადაჰქონდათ. მოგვიანებით SoCal-მა სატვირთო მანქანები ჩამოიყვანა და ბურღვის ტექნიკას განაახლა, მაგრამ გეოლოგებმა ნავთობს ვერ მიაგნეს. ამასობაში SoCal-მა გადაწყვიტა საუდის არაბეთთან ერთად ბაჰრეინშიც დაეწყო ნავთობის მოძიება. ორივე ადგილას კლიმატური პირობების გამო გეოლოგიური დაზვერვა ჭიანურდებოდა. ხშირად გვალვასთან ერთად ქვიშის ქარიშხლებიც იყო. 1 წლის შემდეგ გეოლოგებმა ბაჰრეინში აღმოაჩინეს ნავთობი, რითაც მათი ვარაუდი დადასტურდა, რომ ეს რეგიონი ნავთობით იყო მდიდარი. საუდის არაბეთში ნავთობის პოვნა უფრო გაჭიანურდა, რადგან აქ უდაბნოსთან ერთად კლდეებიც იყო, რაც საქმეს ძალიან ართულებდა. პროცესის გასამარტივებლად გეოლოგებმა ძველ ტექნოლოგიას მიმართეს. ქვას ცეცხლით ახურებდნენ და შემდეგ ცივი წყლით აცივებდნენ, რაც მთაგორიან რაიონში ჭის ბურღმას აადვილებდა. ტვიჩელმა ცნობილი გეოლოგი და ბურღავი მაქს სტაინეკე მოიხმო, რომელმაც ტვიჩელთან ერთად ინტუიციურად გადაწყვიტა ნავთობის ძებნა საუდის არაბეთის აღმოსავლეთში, დამამის დასახლებაში გაეგრძელებინა. მალე გაირკვა, რომ მათ ინტუიციამ არ უღალატა. ჯგუფმა ნავთობი აღმოაჩინა. სულ 8 ჭაბურღილი გააკეთეს. 1938 წლის 3 მარტს მე-7 ჭაბურღილიდან პირველად ამოხეთქა ნავთობმა. 1 წელიწადში მთლიანად მომზადდა ნავთობის მოსაპოვებელი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. 1939 წლის 1 მაისს ოჯახის წევრების მრჩეველებისა და CASOC-ის მენეჯმენტის თანდასწრებით მეფე აბდულ-აზიზმა საუდის არაბეთის ნავთობის ინდუსტრიაში პირველი ონკანი გახსნა. ნედლმა ნავთობმა დინება დაიწყო მილსადენში, რომელიც რასტანურა სპორტთან იყო დაკავშირებული, სადაც ნავთობს საუდის არაბეთის ნავთობის გლობალურ ბაზარზე გასატანად ამერიკული ტანკერი ელოდებოდა. მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ამერიკელებმა რეგიონში დროებით შეაჩერეს ნავთობის მოპოვება, მაგრამ მექანიზებული სამხედრო ტექნიკის ფართოდ გამოყენება საწვავის უზარმაზარ რაოდენობას მოითხოვდა. ამიტომ ნავთობზე მოთხოვნა მუდმივად იზრდებოდა.
ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი რუზველტი მიხვდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს რეგიონი ამერიკისთვის. 1940 წელს ამერიკამ ერ-რიადში საელჩო გახსნა. შეერთებული შტატების ხაზინამ აბდულ აზიზ შიდავალის დასაფარად $2 მილიონი სესხი გამოუყო. მეფემ კი ნავთობის მოპოვების ძირითადი უფლებები მის დაარსებულ კომპანიას არამკოს Saudi Arabian Oil Group-ს გადასცა. ნავთობის უმეტესი ნაწილი შეერთებულ შტატებში მიდიოდა. თითქმის მთლიანი მოგება კი სამეფო ოჯახს რჩებოდა. ამერიკას რეგიონში გავლენის გაზრდა სურდა და ცდილობდა ნავთობის მოპოვებაზე მარტო მას ჰქონოდა უფლება. ამიტომ იალტის კონფერენციის შემდეგ რუზველტი პირადად შეხვდა საუდის არაბეთის მეფეს. შეხვედრა სუეცის არხში მდგომ ამერიკულ სამხედრო გემზე მოხდა, სადაც გადაწყდა, რომ ამერიკა საუდის არაბეთისა და არაბეთის ნახევარკუნძულის სხვა ქვეყნების გარანტი იქნებოდა. ხოლო ეს ქვეყნები ამერიკას მუდმივად მიაწვდიდა ნავთობს. ასე დაიწყო ამ ქვეყნების არნახული აყვავება და გამდიდრება. დღეს ამ ქვეყნების შეიხები მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები არიან. საუდი არამკო კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. მისი დღევანდელი კაპიტალიზაცია $2 ტრილიონ შეადგენს. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.